თუმანიშვილის გვარზე მოგიყვებით მექსიკური სახლი ელ ფუეგოდან, რომელიც გაიხსნა როსტოვში. თუმანიშვილები იყვნენ ძალზედ ნიჭიერი ხალხი, ისინი მეფის კარზე იყვნენ დივან მწიგნობრის თანამდებობა ეკავათ და საქართველოს კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ეგნატე თუმანიშვილი იყო კალიგრაფი იყო, მისი შვილი დავითი გიორგი თუმანიშვილი იყო პოეტი და თუმანიშვილს ეხლა რაც გვახსენდება არის თუმანიშვილის თეატრი, ხო? რომელიც დაარსა მიხეილ თუმანიშვილმა 1978 წელს, შემდეგ იგი გარდაიცვალა 1996 წელს და მისი სახელი დაარქვეს ამ თეატრს, ექსპერიმენტული თეატრი იყო რა და დღესაც ბევრი თბილისელი, ბევრი ქართველი სარგებლობთ ამ თეატრით. თუმანიშვილები ესე იგი იყვნენ ძალზედ ნიჭიერი ხალხი, აი ამის თქმა მინდოდა ამ ლამაზი გარემოდან. შემდეგი ვიდეო რომელ გვარზე ჩავწერო კომენტარებში დამწერეთ რა და აუცილებლად ესტუმრეთ ჩემი მეგობრის მექსიკურ სახლს რა, სადაც ძალზედ გემრიელ საჭმელებს მიირთმევთ რა, ბურიტო და ტაკო და რა. ხო კარგი.